სიცოცხლის მანძილზე უბრალოდ თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა. თუმცა ლეგენდა სიცოცხლის დამთავრების შემდეგ არ დაწყებულა. ის ცხოვრებაშივე იქცა ლეგენდად. ყველაფერი იყო. საინტერესო აღმოჩენები, თავბრუდამხვევი წარმატებები, პოპულარობა ისეთი, როდესაც მარტო ერთი კი არა, 2 და 3 თაობა გცნობს, გისმენს და გაფასებს. თავიდანვე სრულისვლით დაიწყო. ჯერ ორერა, შემდეგ ვია 75, შემდეგ ლახტი. ყოველთვის მუსიკასთან კონტაქტის ყველა ეტაპზე ახალს ეძებდა. ნოვატორობა მისი პიროვნების დამახასიათებელ თვისებად იქცა. ახალ თაობასთან ურთიერთობაშიც ნოვატორი იყო, ეძებდა, ქმნიდა და შედეგიც სწორედ ისეთი იყო, რაზეც ამბობდნენ. ეს რობერტ ბარძიმაშვილის ხელწერაა. ცხოვრებაშივე ლეგენდად ქცეულ მუსიკოს ლურჯ მონასტერში უამრავი ადამიანი ეთხოვებოდა. უაღრესად ამაგდარი ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ესტრადაზე და შეიძლება თავმად თქვას, რომ ერთ-ერთმა პირველთაგანმა გაიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ესტრადა ჯერ ორერას სახით, შემდეგ იყო უბრწყინვალესი ანსამბლი 75 ჯორჯია და რაც ყველაზე მთავარია, დღესაც იგი ახალგაზრდული შემართებით აგრძელებდა საშვილიშვილო მამულიშვილურ საქმეს, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს, კერძოდ თავის ანსამბლ ლახტში და სწორედ უბრწყინვალესი სელექციონერი იყო და შესანიშნავად იცოდა ვინ უნდა წარედგინა მაყურებლის წინაშე და ვინ არა. მართლაც საოცარ დიდ საქმეს აკეთებდა და მართლაც ნამდვილად გულდასაწყვეტი მეპირა და ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანები ძალიან მალე მიდიან ამ ქვეყნიდან. სულ რაღაც ახალი ძიებაში იყო და ეს მეტყველებდა თავისთავად იმაზე თუ როგორი სიცოცხლის უნარიანი ადამიანი და არსება იყო, მაგრამ სამწუხაროდ აი ესე მოულოდნელად გამოგვეცალა ყველას ხელიდან. რესტორან კწანიში ზაფხულის მოდის ფესტივალი მოეწყო. ფესტივალის მონაწილეები ახალგაზრდა მოდელურ დიზაინერები იყვნენ, რომლებმაც ახალი კოლექციები წარმოგვიდგინეს. ახლა კი სიუჟეტი ვნახოთ. ეს არის კალენდარული 9 ივნისი და დღევანდელი ახლა კი მე მინდა გითხრათ, რომ მოდელერ დიზაინერები ერთმანეთს შეემეტოხებიან 4 ნომინაციაში. საერთოდ კწანიში ალბათ უჩვეულო ფესტივალი რო ტარდება და თვითონ კწანისის რესტორნის ხელმძღვანელობის იდეა იყო, რომ რაღაც ჩვენებები ჩატარდეს ინტენსიურად ამ დარბაზში და აი ამ საუბრის შემდეგ მე გამიჩნდა სურვილი, რომ გაგვეკეთებინა ზაფხულის მოდის ფესტივალი და დავარქვით ზაფხულის მოდის ფესტივალი 2003. ავანგარდული მოდის მესამე ასამბლეაზე და ახალ მოდელიერთა კონკურსზე საუკუნის რომანტიული ქალი და დადებითად აღვიქვამ, რა თქმა უნდა, ასეთ სახის ფესტივალებს, რაც მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ რამდენადაც კარგი და ნიჭიერი დიზაინერები წამოვიდა, მით უფრო მეტად დაიხვეწება და წინ წავა ეს სფერო, შოუ ბიზნესის ეს სფერო. მარიკო ხეცურიანია ხელსინაში. ეს არის ნიკა. ბატონო გიორგი, თქვენ არ გამ აქ მთლად ობიექტურად მაინც არ ამგონია რომ შეფასების უნარი გქონდეს ჩვენს, იმიტომ რომ
ვიცით რა მოხელა შრომასთან არის დაკავშირებული, რა მოხელა პრობლემებთან არის დაკავშირებული ამ ნებისმიერი მონაწილის შემოქმედება დღესდღეობით, ხო? ნუ რასაკვირველია, მე რაღაც ფულები დავწერე და ჩემი რაღაც შეფასება გავაკეთე. კლუბ 16 რაუნდში კიდევ ერთი პრესკონფერენცია გაიმართა. ამჯერად იგი სულ სხვა კონცერტს მიეძღვნა, რომელიც 18 ივლისს გაიმართება სახელწოდებით Afric Celtic Zona. ეს ახალი მუსიკალური პროდუქცია გახმაურებულ კუბა ზონის პროდიუსერს დათო ნადარეიშვილს ეკუთვნის. უფრო დაწვრილებით კი სიუჟეტიდან შევიტყობ. თვითონ ფესტივალი კონკრეტული ღონისძიება არ ჭირდება და ვაფშე არანაირი პრომოუშენ არ გამოჩენას. თვითონ ეს პროდუქცია არის ძალიან ხარისხიანი, რაც გვაჩვენა უკვე კუბა ზონმა და იგივე საპროდიუსერო გუნდის მიერ არის და იგივე დათო ნადარეიშვილის გუნდის და იგივე ანდრეი დამერის ავტორობით და მონაწილეობით ხდება და უფრო და ძალიან საინტერესო პროდუქცია არის. Программа в основном ирландский, шотландский, кельтский фолк, но с африканской ритмикой мы сделали небольшой синтез и плюс современные диджейские электронные вещи. ორი კულტურის, აფრიკული და celtic folk-ის სინთეზი. ჩემი წვლილი იმაში მდგომარეობს, რომ უბრალოდ შემოვიტანე იდეა და თბილისში ეს არასდროს გაკეთებულა და რაღაც მიხარიათ ვინმეს თუ მოეწონება. 18 ივლისს კლუბ 16 რაუნდში 10 საათზე იქნება ზეიმი მუსიკალური, სადაც იქნება აფრიკული და celtic folk-ის სინთეზი, რაც ამის გამო არის ეს დიდი ინტერესი, რომელიც ხალხმა გამოხატა და მაღალ მსმენელმა. კლუბ 16 რაუნდში 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. როგორც ამბობენ, ამ კონცერტზე 1000 ვარდი იქნება და 3 დიზაინერი, რომლებიც ამ ვარდებზე იმუშავებენ. უფრო კონკრეტულად ყოველივე ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. 12 ივლისს ნინომ სპეციალურად თვითონ შეარჩია 1000 ცალი ვარდი, რომლითაც სპეციალურად მოწვეული დიზაინერები ყვავილების სალონიდან გააფორმებენ 16 რაუნდს 1000 ცალი ვარდით. ასევე ყოველი სტუმარი, რომელიც ამ საღამოს მოვა 12 ივლისს, მას გადაეცემა ასევე სპეციალურად მისთვის გამზადებული ვარდების თაიგული, რომელსაც ასევე დიზაინერები დაამზადებენ. ეს იქნება ჩვენი მხრიდან ესეთი, ასე ვთქვათ, აქცია ყვავილებით გამოხატული, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მადლიერებას და პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც ჩვენს გვერდით დგას. პროგრამა იქნება ნაწილი ელექტრონული მუსიკის და ნაწილი იქნება ბუცოცხლ ბენდთან ერთად. ზუმბა იქნება ბასზე, დრამზე იქნება დათოჩა. შეიძლება აი რაღაცა აი ეს რო იყოს გაყოლებაზე და სადღაც დაჭირდება ალბათ 30 ვარდი. და იქნება რაღაცა რო ეს არის მინდორი და შიგნით რაღაცა ხდება, ხდები. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.